გამარჯობა მეგობრებო, ვიწყებთ მოგზაურობას. ამ სტუდიიდან მოგზაურობა როგორი გამოვა და ძირითადად ვერბალური, იმიტომ რომ სტუდია ვერაფრინდება, ვერსად ვერ წავა. აქ მოვლენ სტუმრები, მოგვიყვებიან თავიანთი მოგზაურობის ამბებს და ვფიქრობ საინტერესო გამოვა. პირველი ჩემი სტუმარი ნიკა წერეთელი, ადამიანი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი სატელევიზიო გამოცდილება და არანაკლებ გამოცდილი მოგზაურია და მოგვიყვება თავის ამბებს. ნიკა, გამარჯობა, მადლობა რომ მოხვედი ჩემთან. მადლობა რომ მომიწვიეთ. აი ხა დაუბრუნდი. ესე უნდა დაიწყო. აი ხა დაუბრუნდი ესეთი ხანგრძლივი მოგზაურობიდან. მესამე იყო თუ მეორე? მეორე ქვეყანაში ვიყავი. და საერთოდ აი ამ ქვეყნის კულტურა ხელოვნება ესე შევიმეცნე. და ოდა ხა სანამ აი მე მინდა ხა ძალიან გამორჩეული აქტიტრი არ დაეწერება ცნობილი მოგზაური. აუცილებლად დაეწერება. მე მგონი უკვე წერია კიდეც არ გამოვრიცხავ. შეგიძლია მოსვა რაღაცა, რომელიც ჯერ რაღაცა, მაგრამ მე სპონსორზია და რა ჩაასხავ სპონსორი ეგარი თავარი. რამე პროდუქტი გაჩნდა მე დიდი სიამოვნებით ვიტყვით. რას გაწვდი? კი ბატონო, ეხლა სანამ რაიმეს ასე ვთქვათ, გთხოვ რომ მოგვიყვე, მანამდე თვითონ პატარა შესავალს გავაკეთებ, როგორ მოგვაფიქრდა, ხო? ქართველებს მოყოლა ძალიან გვიყვარს და მოყოლამდე მინდა ის თქვა, რომ ემოცია, რომელსაც ნახულობ მოგზაურობის დროს, ხო, ის დადებითი გინდა რომ ვიღაცას გაუზიარო. ჭიჭიკიას ანეკდოტის არ იყოს, ხო, იცი, კლაუდია შიფერთან ვარო და ერთი სული აქ ჭიჭიკიას როდის მოუყვება, ეგ ამბავია. აზრი არ აქვს, არაფერს, ფასი არ აქვს, თუკი ვინმეს არ უზიარებ. ხო და შენ უყვება. ხო, კეთე არის ეგ ანეკდოტი. კუნძულზე რომ მოხდება ჭიჭიკია. არა, მე მოყევი, კაი. აი, ხა მე მართლა არ ვიცი, არა. არ მახსოვს, რა ვიცი. ჭიჭიკია მოხდება კუნძულზე, არ ვიცი თუ რინავი ჩამოვარდება. კლაუდია შიფერთან ერთად და ორი კვირა არის მაგასთან რა. თელამ ბავშვია და მოიწყინა ხა ამოვიდა ხელში ორი კვირა ერთი და იგივე და კლაუდია შიფერი. ხო და გეხვეწებიო რომ ჩემი ძვაკაცი მომენატრავა და მოდი იქიდან წამოდიო სანაპიროდან იქით ვხედავ და შემოგვხვდებიო და ითამაშე რაღაც ბულვაშს გაუკეთებს თავის პიჯაკს მოაცმევს თუ რაღაცა და მოკლედ ვაკაცი მომენატრა და ითამაშეო რომ ვითომ ისხარო რა ბიჭი ხო და კაიო დატახტება და შემოხვდება ის იქიდან წამოვაშებ და ვა ბიჭიკია რა ვახარ ბიჭო რო იცოდე რა ქარს ხდა ორი კვირა გამბავია ხო ის ვინმეს თუ არ უზიარებ ისე გემო არ აქვს და მინდა რომ ახლა ვიცი რომ მართლა ქონია მაგარი მოგზაურობები და რაღაცა გამორჩეული განსაკუთრებით რომ დაგამახსოვრდა აი რაღაცი თუნდაც სუდი მაგრამ განსაკუთრებული იყო რაღაცა გაგვიზიარე მოგვიხები რომ ჩაუჯდეთ ეხლა სერიოზულად ხუმრობითაც სერიოზულადაც რომ მოუყვე ჩემ ცხოვრებაში ყველაზე კარგი მოგზაურობა იყო აი ეს 3 თუ 4 დღიანი მოგზაურობა როცა საქართველოს ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და ეს იყო აი სასწაული ზემოვლენა იყო ნამდვილად მოგზაურობა დაიწყე იქიდან გოლი რო გაიტანა ბოლოს იმან რა ქვია ბოლო პენალტებში საბერძნეთთან ხო კვეკეს კირმა რო გაიტანა ბოლო პენალი ეგ აი მაქედან დაიწყო ჩემ ტვინში მოგზაურობა რა უკვე ბილეთები დაჯავშნე მათ უკვე ვიცოდი რომ მე იქ უნდა ყოფილიყავ იმიტომ რომ აი საერთოდ ყველაფერი არაფერი რო არ მომხდარიყო და არაფერი ფული რო არ ყოფილიყო ფეხით უნდა წავსულიყავი ვიცოდი უნდა ჩავსულიყავი იქ და შენ გამაცილე სხვათა შორის ძალიან გამიხარდათ სხვათა შორის მე მაგას არ დაივიწყო პირველი მოგზაურობას აკროსთან ერთად გქონდა ცხოვრებაში ანუ თვითმფრინავით რო წავედით ხო და მოკლედ გადავწყვიტე წავსულიყავი გერმანიაში და ვიყიდე ბილეთები ანუ ის არის რა პირველი გამოცდილებაა მიყიდეს ბილეთები უпростоრად მე არა ვარ მასე გამოცდილი ბილეთებს ძირითადად ჩემი მეგობრები ყიდულობენ ხოლმე და ალბათ რაღაცა მოხერხებული ქალაქი ხო რომელიც ახლოს იქნებოდა ნუ ახლოს სადაც თამაში უნდა ყოფილიყო და აღმოჩნდი სალონიკში ჰამბურგში იყო თამაში გადაჯდომა იყო თუ ის დაამონტაჟებს რუკას რა ქვია თქვენი მემონტაჟე ნახავს რომ სალონიკი და ჰამბურგი ძალიან შორს და ახლოს 2024-ში ახლოს გეგონათ. ანუ 2024-ში ყველაფერი ახლოს მეგონა, რაც ფეხბურთთან მიყვანდა, სადაც თამაშზე მიყვანდა ყველაფერი ახლოს იყო. მოკლედ მე სალონიკიდან მომიწია გადაფრენა დუსელდორფში, თუ არ ვცდები, დუსელდორფში და ჩემ გაოცება პირველი გამოიწვია. მოდი შენი რომელ თამაში იყო? ვისთან თამაში? ჩეხეთი. ჩემი ხო, ნუ რომელზეც პირველ თუ მეორე? მეორე თამაში. პირველი თურქეთთან ქონდა პირველ კი ბატონო. იქვე ჩავედი, მაგრამ ჩეხეთთან აი შუა თამაში უფრო დაძაბული იქნებოდა ვიცოდი და უფრო ის ემოციის განცდა მინდოდა და ეს მარტო მოგზაურობა არ იყო, ეს იყო რაღაცა შენ
გუნდს რომ მიყვები სადღაც და ძალიან მაგარია რომ აი ტელევიზორში ქონდა ნანახი რომ თავის გუნდს რო დაყვებიან ისინი და აი ეგ განცდა მაინტერესებდა და აი ზე განცდა რა მოკლედ დუსელდორფში ჩავედით სამი კაცი და აქედან ორმა არ იცოდა სად მიდიოდა არ მიდიოდა ჰამბურგში იმ დღეს და ორმა არ იცოდა და უცებ გადავწყვიტეთ რომ გვაგვიადება მატარებელზე გადაწყვეტეთ სამა კაცმა გადავწყვიტეთ და ყველას ერთი მარშრუტი ხო გააქვს წესით კი და ერთმა გადაწყვიტა რომ უნდა გავიქცეთ სირბილით ანუ სირბილით ვირბინეთ ანუ დახედა დროს და ვაგვიანებთ ვაგვიანებთ მატარებელზეო და რომ მივედით ნუ კიდე დიდხანს მომიწია ლოდინი და აღმოჩნდა რომ ის ორი კაცი რომელიც ჩემთან ერთად უნდა წამოსულიყო ისინი რჩებოდნენ იმ დღეს უბრალოდ თქვენს რომ ხوار დავჭეთო და მოდიო ჩეხეთ იმისი უკრაინის თამაშია ამ ქალაქშიო და მაგას მოდიო ჩვენი მეგობრები აბა შენთვის ირბინეს შენ გაეშვით წავედი მარტო მე ჩემი რუგზაკი და ხელში ორი ჩურჩხელა ნუ ჩურჩხელა ძირითადად ყვების ზოლაში რომ ყოველთვის მიქონდა ყვების რაციონია ნუ საბრძოლოდ არ წამიღია იმიტომ რომ ზოლა იყო პარა საერთაშორისო მოგზაურობაში რომ მიდიხარ არ იცი რა შეჭამ ანუ უცხო ქალაქში შეჭამ და ამიტომ რაღაცა ხემსი უნდა კონდეს ხელთ და ეს ამ ორმა ჩურჩხელამ ვერ გეტყვი რომ საქმე გააკეთაო მაგრამ ძალიან ისეთი ის გამოიწვია რა ქვია გაკვირვება ეხლა რო ჩაუჯექი ამ მატარებელში რა მოაკ ამ მატარებელში რო ჩაუჯექი ძალიან ისეთი გემრიელი მატარებელია რა აი ძალიან კომფორტულია ზოგან შემინულია ზოგან შეგიძლია იქეთ კედელს მიეყუდო და ისე დადგე რაღაცები ხდება ამ მატარებელში და მე ვერ დავიჯერე რომ ეს მატარებელი ვერ დავაჯერე ჩემ თავს რომ ეს მატარებელი მიდის მართლა ჰამბურგში და ანუ ვკითხულობ რა და ძირითადად ეხლა ინგლისურად არავინ არ მელაპარაკება და ნუ მე გერმანული არ ვიცი და რაღაცებს ვეკითხები და მეუბნებიან კი ოღონდ აი ძალიან ცივად მიშორებენ და დავიწყე ეხლა ვინმე ქართველი ხუარზის ამ მატარებელში იმიტომ რომ ლოგიკურად თუ 40000 კაცი უნდა ჩავიდეთ იქ და ბილეთი არ გაყიდული ვიღაც ქართველი იქნება თამაშები და მაშინ სწორად ხარ და უცებ აი რაღაცა შემინული ძალიან და ვიღაც გოგონას ის და წიგს კითხულობს რა აი კინოებში როა და იქ მატარებელში ხარ ამიტის და უცებ გადავწყვიტე რომ ამ გოგოს ეცოდინებოდა რუსული ან უკრაინული რა ანუ სლავური გარეგნული და აღმოჩნდა რომ იყო რუსიც და უკრაინელიც დედა ყავდა უკრაინელი მამა ყავდა რუსი და პირველი რაც შეთავაზე იყო ჩურჩხელა ოღონდ არც ერთ ქვეყანაში არ იყო ნამყოფი ეთქო მაგოგოს მოგზაურობა არ უყვარს და ჩადიოდა ჰანოვერში და მე უნდა გადავჭრდარიყავი ჰანოვერში ეხა ამ ისტორიას რატო უყვები მოკლედ ამ გოგომ მითხრა რომ კაროჩო ჰანოვერში ესე უნდა გადახვიდეო უნდა დაჯდეო და 27 ბაქანზე უნდა გადახვიდეო მე7-დან შეიძლება მაყურებლისთვის საინტერესო არ იყოს მაგრამ ძალიან დამძაბველია როცა არ იცი სად მიდიხარ და მოკლედ იქ პოლიციელებმა დამაკვალიანეს ვიღაცებს შევეცოდე მოკლედ რა ეს რუგზაკიანი დროშიანი კაცი შევეცოდე და მოკლედ ავედი იმაზე ბაქანზე დავდექი და ველოდები ჩემს მატარებელს და ოღონდ მაინც ბორგავ როგორც ვერ ვიჯერებდი რომ ის მატარებელი ჰამბურგში მიდიოდა ისე ვერ ვიჯერებ რომ ეხა მართლა ჰამბურგში მივდივარ და ვეკითხები იმის სადგურის მორიგეს რომ მეთქი აი ეს ბილეთი მაქვს თქო ვანახებ და ამ ბილეთით მეთქი ჰამბურგში ხო მივდივარ თქო კიო ამ ბილეთით ჰამბურგში მიდიხარო მაგრამ ვერ წახვალო რატო იმიტომ რომ ის მატარებელიო რომელთაც უნდა წასულიყავიო გაიმაზაო მოიცა მე სამაგიერო ანუ მე ვეკითხები რომ ეს ხო გერმანიაა თქო ხო გერმანიაო მაგრამ პროსტა გაიმაზაო რა და ეხა რა ვქნა თქო ანუ აი ძალიან დაბნეული ვარ ჰამბურგში ვარ ჰამბურგში არა ჰანოვერში გამიგია და ეხა მატარებელი საერთოდ ამოვარდა რეისი ანუ ხდება ეგეთი რაღაცებიც რომ ეს მატარებელი ამოვარდა მაგრამ ეს ამოვარდა რა შემოგთავაზა ეს ამოვარდა ხო ჩვენთვის ის არის კატასტროფა ქვეყანა დაიქცა აბარითი წავიდე აბა ტაქსი უცებ რაღაცა ხელი დაუქნიო ჰამბურგში ვინ წამიყვანს ღამესად გავათიო მოკლედ თამაშზე ვერ ხვდები გონებაში თამაშზე ვერ ხვდები და ეს ძალიან ისა და ეს ხალი მეუბნება რომ აქ მატარებელი ხო ხედაო იქ რო დგასო კი მეთქი მანდ სამწუჩიო ჩამოდგება უფრო დაბალი კლასის მატარებელიო და თუ გაწყობსო უფრო დაბალი კლასის მატარებელიო შეგიძლია გაყვეო იმან კი არ იცოდა 90-იანებში მატარებელზე რომ ვეკიდე სოფელში რომ
იმავე ბილეთით შეგიძლია იმავე ბილეთით იმავე ბილეთით შეგიძლია წახვიდე, იმიტომ რომ უფრო დაბალი კლასია და შენ მაღალი კლასის ბილეთი გაქვს. და ეხლა დაველოდე რატო უყვები ამ ისტორიას? ეხლა დაველოდე, აი ზუსტად მაინტერესებს, რომ გერმანული წესრიგით თუ გაჩერდება, აი სადაც წინა მატარებელი იდგა, იქ თუ გაჩერდება კარებით. ანუ პირველი ვიდგავ რა რიგში. ეს მატარებელი წავიდა და ზუსტად ვინიშნა უყურებ რა. შენი ვაგონი გაქვს დამახსოვრებული, სად მოუწევს, ხო? ხო, და ზუსტად ვინიშნა, რომ რამდენი წუთში მოვარ. ხო მითხრა 3 წუთშიო და 2 წუთი გავიდა, მეთქი შანსი არ არის თქო. არ მოვათქო. და აი ზუსტად 3 წუთში იდგა აქ. და უცებ ბევრი ხალხი შევისო, იმიტომ რომ ის მატარებელი რომელსაც მე უნდა გავყოლიყავი, ვიღაცებიც უნდა გაყოლოდნენ. და გავარ ძალიან ბევრი ხალხი შევისო და ჩემს უკან დგას გერმანელი ქალი, რომელსაც ერთ ხელში ბავშვი ხელი ყავს მოკიდებული და მეორე კალიასკაში უზის ბავშვი. და მოკლედ გაიღო ეს კარები და ეხლა გამოსვლელები გამოვიდნენ და ეხლა შემსვლელები უნდა შევიდეთ. და უცებ ბავშვი დავინახე რა. და რაღაც ქართული ის რაღაც ბავშვი გამოვართვი შევიყვანე კალიასკა გამოვართვი სადღაც მივაყენე ეს ბავშვი გამოვართვი ამ კალიასკაში ჩაუსვი უკვე მატარებელს შევდივარ და ეს ხალხი ესე მიყურებს და უცებ მივხვდი რომ გერმანიაში ვარ და ბავშვის ხელის მოკიდებისთვის შეიძლება დამიჭირონ ამ ქალმა რომ მიჩივლოს დამიჭერენ და არ შევიბჭიდე და წავედი და კუთხეში დავდექი რა ესე მატარებლის კუთხეში დავდექი და ესე ვდგავარ კუთხეში და ეს დაიხურა კარები და წავიდა მატარებელი და ზუსტად 1 წუთიანი პაუზაა. და ის ვაგონის ბოლოში ვიღაცა ტაშს უკრავს რა. და ეს აყვა ეს ხალხი რა, ესე მოდის ეს ტაში ჩემამდე მოდის და მეც ესე დაბლეული ვარ და ტაშს უკრავ რა. და კაროჩე ყველა ტაშს უკრავთ რა, ყველას გიხარია და ვიღაც ტიპები მოდიან და მეხუტებიან რა. და მე უბრალოდ დანკეშონ ვიცი რომ მადლობა. ანუ რას მივხვდი იცი? ის რომ ეს გავაკეთე ერთის მხრივ ხო შემეშინდა, მაგრამ იმდენად მონატრებული აქვს ეს ადამიანური ურთიერთობები, რომ ანუ ბედნიერები იყვნენ და მე იქ მატარებელში ვინც დავჭით ბოლოს უკვე ჰამბურგთან რომ შევდიოდით, ის ერთი ადამიანი გამომყვა, ვიღაც ბიჭი რომ გაიგონა რომ ჰამბურგში 1 და 2 სადგური ქონია. გამომყვა, მიმასწავლა ტაქსამდე მიმიყვანა, სადაც უნდა მივსულიყავი და ტაქსში ფული გადამიხადა. ანუ ესე იგი არის რა ესეც სიკეთე გადამდები და ეს ქართული რაღაცები რომ შევიტანეთ ძალიან გაუხარდათ. ფილმის კადრია რა სტაში მაგარია. ფილმის კადრია. მე სტადიონამდე რომ ვიარეთ და მატარებლებში რომ მღეროდით და ანუ ეგეთი მოგზაურობა ჩემთვის ანუ ეგ ისეთი მოგზაურობა იყო სადაც ჩვენ ჩავედით და ჩვენი კულტურა და ჩვენი სიყვარული, ჩვენი მენტალობა შენ თამაშამდე გააცანი გავაცანით სხვა ქვეყანას, ანუ ის ქვეყანა კი არ შემოვიდა ჩვენთან, ჩვენ შევედით იმ ქვეყანაში და ჩვენ შევიტანეთ ეს კულტურა და ეგ ძალიან მომწონს და აი ჯგუფური ტურების დროს რო დადიან ხოლმე მღერიან ადამიანები და რაღაცები, ძალიან კაია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავიტანოთ კულტურა და არა ევროპაში ჩვენ უნდა შევიდეთ. არ ვიცი ხეს შეიძლება პოლიტიკური ის გამო მივიდეს, მაგრამ ევროპას ჩვენ თავი უნდა მივცეთ კარგები და არა იქიდან წამოვიღოთ რაღაცეები. ერთმანეთს შევერწყმებით აუცილებლად და ვიქნებით ძალიან მაგრად, იმიტომ რომ იქაური დისციპლინა შემოვიტანთ, თუ შემოვიდა ძალიან კარგი იქნება და ჩვენ კულტურას შევიტანთ და ისინიც გაერთობიან, ჩვენც გავერთობთ რა. რატო დადის ამდენი მოგზაური საქართველოში, ახლა მარტო ჩვენ ხო არ დავდივართ, ბევრი ადამიანი შემოდის და იმიტომ რომ რაღაცნაირად კარგი ხალხი ვართ რა. ეგ ჩარჩოდან ამოხტომამ ეხა წარმოვიდგინე როგორ მოეწონათ, მსგავსი მქონია ჩემ მეგობარს გერმანიაში დავადექი ისე რომ არ უთხარი. საქართველოს ისე ჩავიდე და ისინი ეხვეწებოდნენ ერთი კვირა რომ გამაცანი როგორ გამოიყურება ადამიანი, რომელიც შეიძლება შენთან მოვიდეს ისე რომ შენ არ იცოდე. და იმ დღეს აი ჩავჯექით იმაში რაღაცა პაბი იყო, გემრი ისეთი კაი დრო გავატარეთ, მაგრამ აი გაუხარდა სხვანაირ რაღაცები რო ხდება და რაღაცა ტრაფარეტების რაღაც გეგმის მიხედვით რო არ იყო, ეგ მომენტი ახლა რატო არა მეგულწრფელად მეგობარს დავადექი, ახლა მე არ ვიყავი მეგობარზე დამოკიდებული, თუ დამხვდებოდა სახლში სიურპრიზი გამოვიდოდა კამერით მივადექი, გავიცინე რაღაცა და ჩვენ ის სხვათა შორის წეღარ ვფიქრობდი რომ მოვდიოდი, ისეთი ჩაკეტილი ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირი, რომ ანუ ჩაწყობით იყო სადღაც საზღვარგარეთ წასვლაც, ანუ სოციალისტურ ქვეყნებში რა. და ამიტომ საქართველოში ეხლა შემოვიდა მოგზაურობის კულტურა, იმიტომ რომ
ძირითადად ეხლა 80 წელი, 90 წელი არავინ არსად არ მოგზაურობდა და 90-იან წლებში კიდე საერთოდ ვისეცალა მოგზაურობისთვის. ან თუ რაღაცა ანსამბლიან რამე კულტურული ღონისძიება მიდიოდა, აუცილებლად ვიღაცამ მიყვებოდა სულ დაძაბული მაინც სხვანაირი რეჟიმი. ხო, მაგრამ მიდიოდნენ ერთეულები რა, ეხლა მასობრივად არავინ არ მიდიოდა, ჩვენი მოგზაურობა ძირითადად მოსკოვს და რაღაცა საბჭოთა ქვეყნებს წარმოადგენდა, სადაც მატარებლით მოვლილი თელი საბჭოთა კავშირი. ხო, სადაც საქართველოს ზე ცუდი ქვეყნები იყო, მოდი ესე ვთქვათ რა. იმიტომ რომ ჩვენთან მეტი უფრო მეტი და ჩვენ რა გვინდა რომ სადღაც პროგრესი იყოს, ანუ იქ მოგზაურობთ. სამაგეროდ ბავშვობაში მოგზაურობდი, მე მაგალითად თელი შვედეთი ვიცოდი. როგორ? თელი, იმიტომ რომ წიგნები ხო, ეგ გასაგებია. კითხულობდი წიგნებს და ანუ იდეაში ბავშვს წიგნი ამოგზაურებს რა და არა ეხლა მშობელი. ხო და აი ეს ამ თემაზე ვფიქრობდი რომ რამდენ ქვეყანაში მაქვს ნამოგზაურები, ბევრი წიგნი, რომელი წიგნებიც წაკითხული მაქვს რა. რამდენი ის გვაქვს დარტანიანი და სამი მუშკეტერი რომ მაქვს წაკითხული, მთელი საფრანგეთი მაქვს მოვლილი. ამიტომ მოგზაურობა მარტო ჩემი აზრით ბილეთის აღება, თვითმფრინავში ჩაჯდომა და სადღაც წასვლა არ არის რა. ხო და იქ იმ წიგნებშიც თავისი უმორი აქვს მე ამ ქვეყანას და ფაქტიურად რომ ჩადიხარ სადღაც თუ ეს წიგნი გაქვს წაკითხული ის მაგრა ცოცხლდება რა და ამიტომ ყველა მოგზაურს ურჩევდი რომ სანამ წავა ან შეუძლია ეხლა YouTube-ზე ძალიან ის არის რა ქვია ბევრი ვიდეოა აწარმოოს ხო რა და ძალიან მაგარი ჩემი ნატურა არის ორ ქვეყანაში რომ მიმოგზაურო აი ძალიან მინდა ერთი არის კუბა და მეორე არის ერიტრეა რომელიც არის ეთიოპიის გვერდზე და ინტერესი რა არის ის გამო იცი რა არის იტალიური არქიტექტურაა დარჩენილი და სადაც საბჭოთა კავშირი შევიდა და რაღაცა კონფლიქტი რუსეთი შევიდა და კონფლიქტი დაძრა იმ ქვეყნებს ხო ყველას დედა ეტირათ მაგალითად ერთ-ერთ არხზე ვნახე 100 წლიანი თუ 70 წლიანი ომი აქვს ერიტრეას და ეთიოპიას და ბოლოს რაზე იომეს იცი ბოლო 5 წლის განმავლობაში ომობდნენ პუშკინი ჩვენია თუ თქვენია ხო და ძალიან მაგარი ქვეყნები გააფუჭა ამ საბჭოთა კავშირმა რუსეთმა და ძალიან ლამაზი სანაპირო აქვს წითელი ზღვის სანაპიროა ძალიან ლამაზი და ამბობენ რომ ყველაზე მაგარ ყავას ხარშავენ ერიტრეაშიო იდეაში ეთიოპიიდან ხო შემოდის ყავა ანუ ამბობენ რომ ეთიოპიური ყავა ძალიან მაგარია მაგრამ ერიტრეაში უფრო კაი ყავა მოდისო იმიტომ რომ უფრო იმისკენ არისო რა ქვია ზღვისკენ და კუბა ნუ მოკლედ ის რა ქვია მთელი ამბებია ჰემინგუეები და ამბები ამიტომ რაღაც მოგზაურები გვაქვს და მაშინ თუ მაგ ოცნებებს აიხდენ შემპირდი რომ მე კიდე მოხვალ და იქ აუცილებლად აუ თუ გინდა ყოველდღიური არა ხა ოღონდ მინდა რომ აი მე არ მაქვს ეგეთი დიდი სამოგზაურო გამოცდილება არიან ადამიანები რომლებიც წელიწადში 2-ჯერ 3-ჯერ მოგზაურობენ და ისინი უფრო საინტერესო იქნება ალბათ და უფრო ისეთი მხიარული ტიპები ძალიან კარგია ანუ ყველა მოგზაურობას უნდა ახდეს მხიარულება რა თორე ეხლა ხوار მაგრამ მე მინახავს იცი როგორი ისეთი მოგზაურობით სადღაც ბრუნდებოდი და ძალიან შეწუხებული სახით იყო ძალიან კარგი გოგონა იმიტომ რომ დაღალა და მოგზაურობამ დაღალა ანგელოზივით ბაღანა ხო ანუ რაღაცა არიან რა ეგეთი ტიპებიც რომ მაგალითად რა ვიცი მე ვფიქრობ რომ ბეტად ბედნიერია ხოლმე ის ადამიანი აი რუგზაკ მოკიდებული ეს ზურგჩანთა მოკიდებული რომ სადღაც მიდის არეული და იქ რო შედის ქვეყანაში და რაღაც კულტურები შემოდის იმიტომ რომ მე სულ მაინტერესებს მაგალითად სადღაც რომ დავდივარ ეს ვიღაც ფანჯრის იქით როგორ ცხოვრობენ რა რას აკეთებენ მაგალითად ბრაზილიელები რას აკეთებენ ყოველდღიურად რას აკეთებენ არგენტინელები ანუ მართლა ფეხბურთით ცხოვრობენ თუ არა სხვათა შორის ძალიან კარგი ინტერნაციონალური გამოცდილება იყო ჩვენი ერთად წასვლა ეგვიპტეში ხო გახსოვს აი რამდენაირი ხალხი გავიცანეთ ძალიან მაგარი ხალხი კი მაგარი იყო და ხوار გააცოცხლა პერსონაჟი ხوار გააცოცხლა ეგვიპტელი პოეტი ერთ დღეს გახსოვს ისეთი ცუდი ამინდი იყო არც ბანაობა გამოვიდა აი ყველაფრისთვის ცუდი ამინდი იყო დავჯექი და ლექსებს წერდით ეგვიპტელი პოეტი ხო და გავერთეთ რა მაგას ლექსებს წერდით ძალიან დიდი პიურე რო აიღეს საჭმელი რო ერიცანი ვერაფერი
ისეთი უკვე იყო აი ძალიან მრავალფეროვანი, უბრალოდ ჩვენ ვერ ვიცანით ვერაფერს, საქმე სულ შეერი რჩებოდი და პიურე რო დაინახე დღეს და აი უზარმაზარი პიურე გამოიტანა თელი ქვა. მე მახსოვს ყველაზე მაგარი ისტორია, რომელიც ჩამრჩა თავში. მახსოვს, ანუ მოგზაურობა ხო იმას შეიცავს, რა ქვია, ნუ კაცები რო ჩადიან, ძირითადად ესეთ საკურორტო რომანს ეწებენ. და ყველაზე მაგრა ჩამრჩა ძალიან არასიმპათიური კაცი, რომელსაც ეცვა აი ეს რა ქვია ეგ ტრუსიკებს პლავკები როა, ცუდი პლავკები. ქართველები არ იცვავენ მაგას. ანუ ტრუსიკი პლავკები. ხო რა. ლასტაჩკა პლავკებით. ქალს კერავდა, რომელსაც ყავდა ბავშვი. ორ მოყვება ეგ მაგარი. ამ ბავშვს ეს ქალი ასწავლიდა სიტყვებს. რო ამეცანიებდა მაგ. სიტყვებს ამეცანიებდა და ეს მიყვებოდა. და ნუ რუსულად უნდა მოყვერა ეს ეკითხება ისო რა ქვია. თქვიო, აბა სუზე თქვიო, საბაკაო ამ ბავშვმა. საბაკა. ყოჭა ხო ესეთ გადაუსო. მე და ეს უკან მივყვებით. მე რა უთხრა აბაო მზე თქვიო, რაღაცა თქვა, ამან მე ლზე თქვიო, მე იმასეო და ბოლოს უკვე სხვადასხვა ცხოველებს ეს კაცი გვერდზე მისდევდა, ჩვენ ქმარი გვეგონა. ამისი ოღონდ ავკას აქ ეს პირსახოცი გადაკიდებული და ეს ლასტაჩკა ისაცვია და მარტო ეგაცვია, მეტი არა. მარტო ეგაცვია. ხო და უცებ კო აბა თქვიო და ეს ბავშვი დაფიქრდა და უცებ ხმა ისმის. კაჯონა, ეს კაცი. დაეხმარა დაკერა. ჩაერთო, თამაში ჩაერთო. ოჯახურ. ხო და ძალიან კაი პროექტი დაიწყე. ძალიან YouTube პოდკასტომანია ქვეყანაში და ალბათ გამოიხშირება და კარგი პოდკასტები დარჩება. იუმორიც მინდა ვთქვა, რომ ეხა უყურებ იუმორისტულ პოდკასტებს, მაგრამ რამდენად ბევრი იუმორია შიგნით არ ვიცი. ეს ჩემი იმიდან ვამბობ. არავის შენი პოზიცია არ ვამბობ. მე მინდა რომ მოვიდნენ მეკობრები და რაღაცას ასეთი გულწრფელად, გემრიელად თავისი გემრიელი საუბრები არ არის, ძირითადად ცოტა დაბალი დონეა და მინდა რომ მე ვიცი შენი რესურსი, შენი IQ, სხვათა შორის ჭადრაკის რაღაცებსაც თუ გაურევ ხოლმე ძალიან მაგარია, მინდა ვთქითხრათ, რომ ძალიან მაგარი მოჭადრაკია ზაქრო. მადლობა. ხო და ვერ გავბედე მასთან თამაში ჭადრაკის ჯერჯერობით. აუ მაგაზე ის გახსოვს ოთახში რომ შეუვარდი მაგ. სხვათა შორის ვის გავიცანი ერთი გოგონა, სადაც მუშაობდი, ადრე ჩემ ადგილზე მუშაობდა ეს გოგონა. მოუყვეთ ეგ ამბავი? მოუყვები მე. სადღაც გავიცანი ეს გოგო, ამ რომელსაც ჭადრაკის დაფა ედო და უკითხე რომ თქვენ თამაშობთ მეთქი ჭადრაკს და ამ გოგომ რავი თამაშობო რა ისე რა. ხო და მეორეჯერ რომ შევედი ამ ოთახში, კიდე სტუმრად მივედი იქ და თამაშობთ მეთქი ბავშვი ეჯდა და ბავშვი თამაშებოდა და მეთქი ჩემ ძმაკაც მოგიყვანთ მეთქი მაგრა თამაშობს თქო რა გოგოს. ხო და ეს იდგა გარეთ ჭავჭავაც ესე. წამო მე უთხარ ჭადრაკი ეთამაშე მეთქი ერთს. რავი მითხრა რომ მოიყვანე ვეთამაშებიო და კარები შეაღვა და ესე მოკეტა. წამო მე უთხარი ეთამაშე გოგოზის ნახე რა კაი გოგოა მეთქის ის. და ეს მეუბნება. დავამთავრო ჩემი მხრიდან. წამო აქეთო ბიჭო მაია ლომინე სოფლიო ჩემპიონი. გამოდია. აიგა მოჭადრაკეებს ვერ ცნობთ სახეზე. სამაგეროთ ვიცით ფეხბურთელები. ასე რომ ნიკამ რო თქვა ჩემზე ძალიან მაგრა თამაშობსო, გადაჭარბებული იყო. მაგრამ თამაშობ. სპორტის ოსტატობის კანდიდატი ერქვა ერთ დროს ესეთი წოდება იყო და მაგდონეზე პარლამენტში ვერ მოხვდი ხო მაგ პარლამენტში ვერ მოხვდი ახლა სხვა ნორმატივები. პარლამენტში შენ აი ცოტა ძიუდოს რაღაც შტანგისკევრაც ასულიყო. კაი, მადლობა ნიკა. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა რომ გვიყურეთ. ჩვენ შემდეგ კვირას დაგიბრუნდებით, შეგახსენებთ რომ ყოველ კვირას დავდებთ ხოლმე ახალ ეპიზოდს. მანამდე კითხავნა იქნება გამოგვიწერეთ, სადაც კი გვნახავთ ქვემოთ მითითებულია ჩვენი გვერდი. დიდი მადლობა, მომავალ შეხვედრამდე.